რას ურჩევთ იმ სპორტსმენს, რომელიც ახლა იმედგაცრუებულია საკუთარი მარცხით? ჩემშვილებს ამას მეუბნები ხოლმე, რომ თუ ცუდი თამაში გექნება, წააგე, გუნდში არ აგიყვანეს. მეთქი არავის არ აინტერესებს. არავის არ აინტერესებს საერთოდ. მეორე დღეს რო გაიღვიძე, რა უნდა გააკეთო? იგივე. არაფერი არ იცლება. ან რომ მოიგო თამა ჩემპიონი რო გახდე. მეორე დღეს რა უნდა გააკეთო? უნდა აწკეთა, ხო? ანუ ბონუს რომ მიიღებ საფსაფსაფოში რაღაც რომ მიაღწევ იმას, ხო? და კი, ანუ ზუსტად ანუ საათივით არის ყოველ 12 საათში ეს არის ტრიალებს და ასე რომ ეს არის პროცესი. და არ არის იმის დრო რომ რაღაც საკუთარ თავს კითხვები დავუსვო, რომ კარგი ვარ? ან იქნება არ გამომდის, ან იქნება არ არის ეს შემდეგ, მაგის დრო არ არის. იმიტომ რომ ეს არის პროცესი. მეორე დღეს გინდა მოიგო, გინდა წააგე, მეორე დღეს უნდა ადგე და გააკეთო ისევ იგივე. აგიტომა სიყვარო, ის სიყვარულთან მივიდი, როცა გიყვანს, აი ეს სიყვარულის ძალა გაგიყვანს სახლიდან და წაგიყვანს იმ სამსახური იქნება თუ იმ. არ გასვენებს. არ გასვენებს, ხო, არა, ყოველთვის იმაზე ფიქრობ, რომ როგორ შეიძლება უკეთესი და უკეთესი ვიყო.